ამას რაღაცნაირად ჩვენ ცოტა ისე უყურებთ, ხო, რომ ეხლა თითქოს იქ ეს ორთვიანი ვადა იყო, ორი თვით რომ შემდეგ მეუფეში რომ დაანიშნოს სინოდის კრება და ორთვეში უნდა აირჩიონ, ეს არ არის ის, რომ ესე ვთქვათ, პატრიარქმა მოსაყდრი დაასახელა ეს მთელი ცხოვრებით, ეს არის მხოლოდ ორთვიანი. ამას ძირითადად ამას იძახიან ხოლმე და მე მინდა გავუშვა ერთ-ერთი მეუფის სახელწოდებით ზენონის განცხადება, რომელიც პრინციპში ზენონმა გააკეთა TV პირველის ეთერში, როდესაც ჯერ კიდე პატრიარქის ისე ვთქვათ მირონცხებული ცხედარი სამონტყოფოში იმყოფებოდა ჯერ და არც კი იყო გადასვენებელი საპატრიარქოში და მე მინდა განახოთ რა განცხადებას აკეთებს მეუფე ზენონი. ეპისკოპოსი ზენონი იარუჯელი მოუწოდებ ხელისუფლებას არ ჩაერიოს ახალი პატრიარქის არჩევაში. აი ეს წარმოიდგინეთ, გაციებული არ იყო უწმინდესი, რომ ეს განცხადება გააკეთა TV პირველის ეთერში. ხელისუფლება და მინდა მივმართო მეუფე ზენონს, რომ ხელისუფლება არაფერში არ ჩაერევა, მაგრამ ჩვენ ჩავერევით ამ ყველაფერში. ჩვენ ჩავერევით ამ ყველაფერში, იმიტომ რომ პატრიარქის ეს სიტყვები, რომელიც მან გააკეთა და შემდეგ კიდე მოუყვები ამ ისტორიას საერთოდ როგორი ისტორია იყო ამ ესე ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, არჩევნის ამ წერილის დაწერასთან დაკავშირებით, რომელიც პატრიარქმა თავის ხელით დაწერა იქ, რომ მოსაყდრე რაც შეეხება მოსაყდრის არჩევის დანიშნვის წერილს, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიქნებით ის, ვინ ჩაერევა ამაში, თუ რა თქმა უნდა ღმერთმა არ ჩაგურიოს ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ პატრიარქიც ჩვენი იყო, ეს ქვეყანაც ჩვენია, საპატრიარქოც ჩვენია, სინოდიც ჩვენია და ყველაფერი ჩვენია. ჩვენი აი იმ ხალხის, რომელიც მდინარეებით მოედინება დღეს. და ძალიან გთხოვთ, ელემენტარულად ეგ შეცდომა არავინ არ დაუშვათ რა. არავინ არ დაუშვათ ეგ შეცდომა რა. იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, რომ იმ დღეს, ზუსტად, როდესაც ეს სინოდის ხდომა გამოცხადდება, აი ესეთი რაღაცა იქნება თბილისის ქუჩებში საპატრიარქოს წინ. რასაც დღეს ხედავთ თქვენ. თუ ისე არ გადაწყდა ეს ყველაფერი, როგორც პატრიარქმა დაგვიბარა.